კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საწვავზე მედიკამენტებსა და სურსათზე მაღალი ფასები კვლავ გამოწვევად რჩება. სწორედ ამ სამ მიმართულებაზე მოდის ოჯახების ყოველდღიური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ნებისმიერი გაძვირება პირდაპირ აისახება მოქალაქეების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ხელისუფლება ფასების შემცირების გზების მოსაძებნად ბიზნესთან თანამშრომლობას აძლიერებს, პროცესში კი პარლამენტიც ჩაერთო. დროებითი საპარლამენტო კომისია სწავლობს რა განაპირობებს ფასების ზრდას და არის თუ არა კონკურენცია სრულფასოვნად უზრუნველყოფილი. ყურადღება გამახვილებულია ფასწარმოქმნის მთელ ჯაჭვზე, წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. იგეგმება პრობლემების სისტემური ანალიზი და იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც კონკრეტული გარემოს გაძლიერებას და ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს. ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. სურსათი, მედიკამენტები, საწვავი ეს ის პროდუქტებია, რომელთა მაღალი ფასით საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევაა. მოქალაქეების პრობლემის გადაჭრა პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად პრობლემის შესწავლით ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნით დაიწყო. რა იწვევს საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების სიცვირეს? საკითხს სწავლობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს სპეციალური საპარლამენტო კომისიაც. საკანონმდებლო ორგანოში ორი სხდომა უკვე ჩატარდა. პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა რძის, კვერცხისა და ხორცს პროდუქტების მწარმოებლებს მოусმინეს. დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად ბიზნესმენებმა ისაუბრეს იმ ფაქტორებზეც, რაც ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასს განსაზღვრავს. ასევე ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და იმ სხვაობაზე, რომლის გადახდაც მომხმარებლებს პროდუქციის დამზადებიდან დახლამდე მიტანაში უწევთ. წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ეგრეთ წოდებული კეშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის კეშბექი. პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის. პირველი სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებით საპარლამენტო კომისიის პარალელურად საერთაშორისო კომპანიაც დაინტერესდება. ინიციატივას დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. ტენდერის მეშვეობით შერჩეული კომპანია საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორს, ბიზნეს პროცესებს და არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. საქართველოს ბაზარს შეადარებს სხვა ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას და საკუთარ რეკომენდაციებსაც გასცემს. ძალიან საინტერესო იქნება მათი დასკვნა, ბაზრის შესწავლა და ეს არ იქნება ალბათ მარტო საქართველოს ბაზრის შესწავლა, ჩვენც ამ მეზობლოშიც საინტერესოა რა მდგომარეობა, ისინი როგორ იცავენ თავიანთ ბაზარს, რა რეგულაციები მოქმედებს. უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მოყვება რა თქმა უნდა რეგულაციები და ამ ბაზრის გაჯასახების მიზნით და ფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. კანონმდებლების კითხვები და მიზნები არც მეორე სხდომაზე შეცვლილა. პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეხვედრა სხვადასხვა პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებთან უკვე გამართა. დისკუსიის მთავარი თემა კვლავ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის განხილვა იყო. გაირკვა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული პროდუქტის დახლზე განთავსების პირობებია. ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება ფასები. ჩვენი წარმოების პროცესისგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს ფასებს. ქსელს არ აქვს არანაირი мотиваცია დღესდღეობით მქონდეს არანაირი წახალისების მექანიზმი არ არის დღესდღეობით რომ მქონდეს ქართული პროდუქტი. ხუთი პრობლემა, რაც სასურსათო ფასების გაძვირებას იწვევს. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ კურიერი პიესთან კომისიის მიერ ჩატარებული ორი სხდომა შეაჯამა. შოთა ბერეკაშვილის განმარტებით პრობლემების იდენტიფიცირება ამ პრობლემების შემსწავლელ გუნდს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ ეფექტური მექანიზმების დანერგვას შეუწყობს ხელს. წარმოებლები დიდწილად დამოკიდებული არიან იმპორტირებულ ნედლეულს. მეორე ეტაპზე, როდესაც გადავდივართ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მივხვდით გაყიდვებისთვის მაღაზიაში შესვლის საფასურს, დახლის საფასურს, შემდეგ აგრეთ წოდებული კეშბექი ახსენეს და აღნიშნული გადასახადები დამატებით ღირებულება დაწვება პროდუქტს და საბოლოო ჯამში ის ძვირდება ამ ჯაჭვში.
მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი. სუპერმარკეტებს უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნიათ და ისინი თავიანთ პირობებს კარნახავენ. ასევე მნიშვნელოვანი ორი პრობლემა დავინახეთ კიდევ, წარმოებლები ნაშთებს როგორ მართავენ. იქ შემთხვევაში განსაკუთრებით ძეხვის და ხორცის პროდუქციების წარმოებაში აღმოჩნდა, რომ სადღაც 5-6% არის დალაკარგი, რომლის ოპტიმიზაციის შემთხვევაში ფაზა ესახება კლებისკენ. წარმოებლების დიდი ნაწილი გამოთქვეს უყოფილება, რომ სამუშაო კაპიტალი არ ყოფნით და გადახდის პირობები არის ძელვადიანი. პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ იმ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების კორექციას და გაზრდის ბიზნეს კონკურენციას. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული შედეგის მოოდინშია. ჩვენი მიზანია, რომ ეს თითოეული რგოლი შევაფასოთ, პრობლემები მეორე რგოლშიდაც ნახოთ რა არის იმპორტიორების და დისტრიბუტორების შემთხვევაში და ასევე რა არის სუპერმარკეტების შემთხვევაში. პრობლემის იდენტიფიცირება, სწორი იდენტიფიცირება მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ, სწორი ანალიტიკა ვიხმაროთ და შესაბამისად სწორი მექანიზმები ავამოქმედოთ, რის შედეგადაც ბიზნესი მუშაობს უფრო ეფექტურად, კონკურენცია იქნება უფრო ჯანსაღი, სექტორი გაჯანსაღდება და შედეგობრივად მივიღებთ იმას, რომ კორექცია იქნება არა ერთ პროდუქტზე კლებისკენ, არამედ სისტემურად. პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომები გაგრძელდება. ადგილობრივ მეწარმეებთან კიდევ ერთი შეხვედრა კომისიის ფორმატში მომდევნო კვირაშიც გაიმართება.